დიდ ბრიტანეთში 2009 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებული ნებისმიერი პირისთვის თამბაქოს მიყიდა სამუდამოდ იკრძალება. გაერთიანებული სამეფოს პარლამენტმა საბოლოოდ დაამტკიცა თამბაქოსა და ვეიპების შესახებ კანონპროექტი, რომელიც ქვეყანაში მოწევის სრულ აღმოფხვრას ისახავს მიზნად. ახალი კანონმდებლობით დღეს 17 წლის ან უფრო მცირე ასაკის მოზარდები თამბაქოს პროდუქციას ლეგალურად ვერასდროს შეიძენენ. ახალი რეფორმა მხოლოდ ასაკობრივი შეზღუდვით არ შემოიფარგლება. მინისტრებს ასევე მიენიჭება დამატებითი უფლებამოსილება მკაცრად გააკონტროლონ ვეიპებისა და ნიკოტინის შემცველი პროდუქტების არომატები და შეფუთვები. გარდა ამისა, ვეიპინგი აიკრძალება ისეთ ადგილებში, როგორიცაა საბავშვო მოედნები, სკოლების მიმდებარე ტერიტორიები და ავტომობილები, რომლებშიც ბავშვები იმყოფებიან. რაც უსტივანმა ვესტინგმა ამ გაწყვეტილებას ქვეყნისთვის ისტორიული მომენტი უწოდა, მისი თქმით, პრევენცია უკეთესია ვიდრე მკურნალობა, ხოლო ეს რეფორმა არა მხოლოდ გადაარჩენს ათასობით სიცოცხლეს, არამედ მნიშვნელოვნად შეამცირებს იწვევს ბრიტანეთის ჯანმრთელობის ეროვნულ სისტემას. მიუხედავად ფართო მხარდაჭერისა, ინიციატივის კრიტიკოსებიც გამოუჩნდნენ ძირითადად ინდუსტრიის წარმომადგენლები და სოციალურ მოვაჭრეები, რომლებიც მიუთითებენ, რომ მთავარ აქცენტს განათლებაზე უნდა აკეთებდნენ და არა მკაცრ აკრძალვებზე. Roblox-ი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პლატფორმაა, თუმცა მისი სპეციფიკა ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად ხდება კრიტიკის საგანი. ის არ არის სტანდარტული ვიდეო თამაში, რომელსაც პროფესიონალი დეველოპერები ხარისხის მკაცრი კონტროლით ქმნიან. სინამდვილეში Roblox-ი უზარმაზარი სოციალური ქსელია, სადაც კონტენტის აბსოლუტურ უმრავლესობას თავად მომხმარებლები ქმნიან. Roblox-ზე მილიონობით სამოყვარულო თამაშია, სადაც ფილტრების მიუხედავად ხშირად იპარება ზუსტად თემატიკისა და ძალადობის შემცველი ვიზუალები, არაკეთილსინდისიერი პირები და გეწოდებული გრუმერები ბავშვების ნდობის მოსაპოვებლად იყენებენ ჩატის ფუნქციას აქტიურად.